ვაგრძელებთ ჩვენი სისტემური კონფიგურაციის ჩანართების განხილვას, განვიხილოთ პრინტერ ჩანართი, დავხსნათ იგი, გამოვიდა ესეთი ფანჯარა, რომელიც მარტივი ინტერფეისით გვთავაზობს, რომ დავამატოთ პრინტერი. მაგალითად, შეგვიძლია მივუთითოთ URI-ის საშუალებით, ან Excel-ში მომუშავე პრინტერის გამოყენების საშუალება გვაქვს, რომლის მითითების გზა არის როგორც ინტერნეტის სხვადასხვა გზით, აი ხედავთ, ასევე შეგვიძლია უბრალოდ ჩვენი პრინტერი მოვდევნოთ Excel-ში, თუ გვაქვს დაწყვეტილი ლოკალური Excel-ი და უბრალოდ დავამატოთ ის device-ი და შემდეგ გამოვიყენოთ უპრობლემოდ, თუმცა ახლა ფაინს რო დავაწვეთ, ვერაფერს ვერ იპოვის, რადგან არ გვაქვს მიერთებული ფიზიკურად არც ერთი პრინტერი, გამოვიდეთ უკან ისევ cancel მივიცეთ, ეს არის update-ის კნოპკა, update-ის ბრძანება, რომლის საშუალებითაც ხდება უკვე ახალი დამატებული პრინტერის გამოჩენა. შემდეგი ჩანართი გახლავთ backup-ი. Backup-ი ანუ სარეზერვო ასლის გაკეთება ჩვენი ფაილური სისტემის, რომ თუ რამე მოხდა სისტემური შეცდომა ან ვირუსი გაშვება ჩვენ კომპიუტერში, რომ არ წაგვეშალოს და არ განადგურდეს მთლიანად ჩვენი ფაილები, კონფიგურაციები და ასე შემდეგ. პირველი ჩანართი აქ ახლავთ overview, ანუ ზოგადად შევხედოთ თუ როგორ გამოიყურება ის და თუ გვაქვს backup-ი გაკეთებული, restore ანუ აღდგენის ხილაკსი დაჭერის შედეგად მოხდება იმ დროზე დაბრუნება და იმ სახის აღდგენა ჩვენ ოპერაციულ სისტემაში, რომელ თარიღშიც მაგალითად ჩვენ გავუკეთეთ backup-ი, ანუ სარეზერვო ასლის შექმნა ჩვენ კომპიუტერს. ამ შემთხვევაში არაფერი არ გვაქვს დაკონფიგურებული და ამიტომ აქ წერს no backup scheduled, შემდეგი ჩანართი არის folders to save, ანუ დირექტორიები, რომელზეც ვრცელდება backup-ი, აქ შეგვიძლია, აი default-ად მითითებულია home და user-ის სახელი, თუმცა პლუსზე დაჭერის შედეგად შეგვიძლია მივთითოთ ის სასურველი ფოლდერები, ანუ საქაღალდეები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და აი ნებისმიერი მაგალითად დოკუმენტების დაჭერის შედეგად ის ჩაემატება ჩვენს სიაში. ასევე აქვს ჩანართი folders to ignore, ანუ რომელ ფოლდერებს გარანტირებულად არ უნდა გავუკეთოს backup-ი, რომელიც არ გვჭირდება. მაგალითად trash-ი და download-ები. ეს არის download-ები temporary ფაილები, ანუ დროებითი ფაილები. და trash-ი რა თქმა უნდა უკვე წაშლილი ფაილებია და ისინი ჩვენ არ გვჭირდება. Storage location-ი, ანუ არსებული backup-ი სად უნდა შეინახოს, ანუ ეს ასლი სად უნდა დარეზერვდეს ჩვენი ფაილებისა. Scheduling ეს გახლავთ ცხრილი, რის მიხედვითაც მოხდება ცხრილის განსაზღვრა ჩვენი backup-ის, ანუ როდის მოხდეს ამ ყველაფრის გაკეთება. ანუ როდესაც შევინახავთ backup-ს რამდენი ხნის განმავლობაში იყოს ის ჩვენ კომპიუტერში, ან სამუდამოდ, ან 1 წლის განმავლობაში, ან 6 თვის მანძილზე. გმადლობთ ყურადღებისთვის, ამ გაკვეთილისთვის სულ ესეა.